ჩვენ ნახეთ გარკვეული დღეების განმავლობაში ოცნების პანიკური თავის გამართლების მცდელობები, თავდაპირველად მე მინდა გაგახსენოთ, რომ ისინი უბრალოდ ვერ ლაგდებოდნენ message box-ზეც. ფაქტიურად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოდიოდნენ. ნახეთ ეს ბრიფინგიც, რომელმაც დაადასტურა ეს ეჭვები, რომ აქ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება და მთავარი მათმა პრემიერმა ბატონმა კობახიძემ აღიარა თავის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ ეს არ იყო კამიტი და ეს იყო სხვა ნივთიერება და გასარკვევიაო, რა ნივთიერება უნდა იყოს. კანონდარღვევა არის უკვე ის, რომ გარკვეული სახის ნივთიერება არის წყლის ჭაობთან გარეული. ჩვენ მოვითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საერთაშორისო გამოძიების შესაძლებლობები, ასევე ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის და ეს იქნება ქმედითი ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ დავაანონსეთ, რომ ეს იქნება საგამოძიებო კომისია, რომელიც მართლა გამოიძიებს და ისეთი საგამოძიებო კომისია ნამდვილად არ იქნება, როგორც ჩვენ ვნახეთ თვეების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის რესურსით. ცდილობენ, რომ თავი დაიძვრინონ. თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ ჩვენს მოთხოვნას, მათ ეშინიათ ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების, მათ ეშინიათ კითხვებზე პასუხების გაცემის, მათ იციან, რომ ჩაიდინეს დანაშაული და ცდილობენ თავი დაიძვრინონ.